ყველაფერი დაიწყო იმით, რომ RAF-ის პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ მერაბ დვალიშვილთან მივიდა უმარ ნურმაგომედოვის მხარდამჭერი, რომელმაც მერაბს უთხრა აგრესიულად თუ რა პრობლემა ჰქონდა ქართველს უმარის მიმართ, რადგან არ მოეწონა პრესკონფერენციაზე მერაბის განცხადება. მერაბმა უთხრა, რომ ეს მისი საქმე არ იყო, თუმცა აგრესიული დამოკიდებულება გრძელდებოდა, რაზეც მერაბის მხრიდან შესაბამისი რეაგირება და პასუხი მიიღო. შემდეგ უკვე დაცვამ ძალის გამოყენებით დაატოვებინა ტერიტორია დაღესტნელს. მერაბმა გააგრძელა გულშემატკივრებთან ფოტოების გადაღება, შემდეგ იყო face-to-face ცერემონია, უკვე ქართველმა სპორტსმენებმა მოსალაპარაკებლად გადაინაცვლეს სხვა სივრცეში, რასაც დერეფანში კიდევ ერთი დაპირისპირება მოჰყვა არმან ცარუკიანი და სხვა წარმომადგენლები ცდილობდნენ იმავე სივრცეში შეცვლას, თუმცა დაცვამ არ შეუშვა. არმანს ტერიტორია მოგვიანებით დაატოვებინეს და ქართველი სპორტსმენები უკვე მოლაპარაკებიდან გამოვიდნენ მშვიდად და გააგრძელეს ფოტოების გადაღება გულშემატკივრებთან და შემდეგ უკვე ვარჯიში მე კი შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი World MMA Awards-მა 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა და შესაბამისი ჯილდო გუშინ გადასცა. რაც შეეხება RAF-ის ღონისძიებას 11 ივლისს 20 საათზე ჯორჯიკიას და გორკიას სახელობის სპორტის სასახლეში დაიწყება ღონისძიება, წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სპორტსმენებს.